ღვთივსულნიენო შვინო ეკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს. მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა. და კვალად ბრძანებს. თქვენ ხართ ნათენი სოფლისანი. საყვარელნო, იგი ჭეშმარიტი ნათელი არს გამოუთქმელი. ხოლო ჩვენი ნათელყოფა ესე არს, რათა მარადის ღმერთსა სათნო ვეყოფოდეთ. საქმელთა მიერ კეთილთა, ვითარცა ბრძანებს. ეგრე ბწყინავდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხინეს საქმენი თქვენი კეთილი. რამე თუ რომელიცა სათნოყოფასა ღმრთისასა იქმოდეს, იგი მარადის ნათელსა შინაარს. რაღაცა თუ ხორციელითა თვალითა ბრმა იყოს, გარნა სული მისი უბრწყინვალეს მზისა ნათობს. რამე თუ იყო ვინმე ალექსანდრიის ქალაქსა შინა ბრმა გლახაკი, რომელი არაოდენ განეშორებოდა ეკლესიისა ლოცვასა და ისმენდა საღვთოსა მოძღვრებასა. რამე თუ აქვს გულისხმისყოფა კეთილი ვითარცა წერილარს, უფალმან განაბრძვის ბრმანი. და დაждდის წინაშე კართა ეკლესიითათა და ითხოვ მოწყალებასა. და რომელთაგან მიიღი სიყვარული, იგი ილოცავ მათთვის ღმრთისა მიმართ. და რაისაცა შვიდეულსა დღესა შეკრებდა, დღესა კვირიაკესა იყიდა ვაშლსა, ბროწეულსა და ლეხვსა. და მიიღებდა სასნეულო და ყოველსავე სნეულთა შინა განუყოფდა. და თვით შიმშილითა წყურვილითა ნაკლუდოვანი ჭირვეული მადლობდა ღმერთსა. ამას სათნოებასა და მოთმინებასა შინა დახო 48 წელი. და ესე ვითარსა საზომსა მიიწია, რომელი ეკლესიისა გამგე დასნეულდა ფიცხლად და გამოუჩნდა მას მარკოს მახარებელი და უთხრა. იგი ბრმა გლახაკი მოიყვანე, რათა ილოცო შენთვის და განიკურნო. და ვითარცა ილოცა მსრაფ განთავისუფლდა ლოცვითა მის ბრმისათა. ვითარცა წერილარს, ამან გლახაკმა ხმახო და უფალმან ისმინა მისი. და ოდეს მიიცვალა ბრმა იგი უფლისა მიმართ, მრავალი სასაულნი იქმნეს გვამისა მის მიერ კეთილ მოღვაწისა და დამარხეს დიდითა პატივითა და დიდების მეტყველებითა ღმრთისათა. ამისთვის გლოცავთ და გევედრებით ქრისტეს მიერ საყვარენო. ღმრთისა სათნოყოფასა ვიქმოდეთ მარადის, რათა ვიდრემდით ვართ სოფელსა შინა, ნათელ ვიყვნეთ, ვითარცა უფალი ბრძანებს. და ოდეს ამიერ საწუთოით საუკუნოსა ნათლისა მიმართ მივიცვანეთ, უბრწყინვალეს მზისა გამოვწყინდეთ სასუფეველსა მამისა ჩვენისა სეცათასა. ხოლო სათნოყოფა ღმრთისა ესე არს, საყვარენო, რათა მოვიგოთ სიყვარული, სიწმინდე, სიტკბოება, სიმართლე, მოთმინება და მოწყალება გლახაკთა მიმართ. ქვრივთა და ობოლთა, სნეულთა და მყრობილთა, მშიერთა და შიშველთა და ყოველსავე შეჭირვებულთა და შეწუხებულთა შევეწეოდეთ ქრისტეს სახელისათვის. და იგი სახიერი და ტკბილი, მოწყალე, ყოვლისავე შეიწირავს და არცა ერთსა ჩვენსა მცირესა საქმესა უგულებელს ყოფს, ვითარცა ბრძანებს, რომელმან ასვი სასმელი ერთი წყალი გრილი სახელა ჩემდა, არა წარუწყდეს სასყიდელი მისი. ჰეგევედრებით ქრისტეს მოყვარენო, ესე ადვილი და ყოველთა მიმართ შესაძლებელი მცნებანი, სურვილით აღვასტრუნეთ და ყოვლად სახიერსა ღმერთსა სათნო ვეყვნეთ, რათა დიდსა და დიდებულსა დიდებასა და დიდა ჩვენიესა ბრწყინვალებასა მივემთხოვნეთ, ნათელსა თვალშეუდგამსა, ელვარებასა განუცდელსა, სუფევასა გამოუთქმესა, ფუფუნებასა და უსრულებელსა და გვირგვინოსნებასა უოხჭნოსა. რომელთა ღიმსა ვართ
ყოვენი მადლითა და კაცმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჩვენის დიდება, პატივი და თაყვანისემა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. გორის საოცარი მაგალითი მოგვართვა ეკლესიამ, რომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ღმერთს სათნო ვიყოთ. ნახეთ, ალექსანდრიაში იყო ბრმა, რომელიც ხსუ იყო ტაძარში, ისმენდა ღვთის სიტყვას და ასრულებდა. და ქონდა ესეთი ჩვევა, კარებთან იჯდა და თხოვდა ხალხს მოწყალებას. და ნახეთ, როგორი საოცარი სიტყვებია, ვინც მოწყალებას გასცემდაო, მასე იმისთვის ლოცულობდაო, კი არ წერია, ვინც სიყვარულსა მოიღებდაო, კაცს რო დაეხმარ, ესე გიყვარს. იმისთვის ილოცებდაო და ის იკურნებოდაო. აი ეს უბრალო კაცი. ჩვენ ხშირად მათხოვარ ჩაუვლით ხოლმე გვერდზე და ზოგი ფეხს ააჩქარებს. რამე არ თხოვს. ზოგი ცოტა შორიდან შემოულის, სუნმა არ შეაწუხოს. მაგრამ ისინი ხშირად ჩვენზე უკეთესები არიან ღმერთის წინაშე. და ნახეთ, როგორი საოცარი ჩვევა ჰქონდა. მთელი კვირა რაფულსაც მოაგროვებდა, კვირას იყიდიდა ვაშლს, ბროწეულს, ლეხვს და წავიდოდა საავადმყოფოში და ავადმყოფებს აჭმევდა. და თვითონ ცხოვრობდა შიმშილით, წყურვილით და შიშლოვანი, ანუ ტასაცმელიც არ ქონდა, თავი შიშლოვ დაეფარა. და ნახეთ, როგორი სათნო და წმინდა იყო ღვთის წინაშე, როცა გახდა ეკლესიის გამგებელი ცუდად, ვინც ეკლესიის საქმეებს განაგებდა, გამოიცხადა მოციქული და მახარებელი მარკოზი და უთხრა, აი ბრმას უთხარი, რომ შენთვის ილოცოს და განიკურნებიო. და ამ ბრმის ლოცვით განიკურნა. 48 წელი ცხოვრობდა ესე. აბა ნახევარი საუკუნე. და რომ გარდაიცვალა, მის ცხედარს ვინც მიემთხვეოდა, იღებდა კურნებას. და დიდი პატივი დაკრძალეს და უამრავი ხალხი იღებდა უკვე მისი გარდაცვლილი სხეულიდანაც წყალობას. ხშირად ჩვენ რომ მოწყალებაზე ვლაპარაკობთ ხოლმე, ზოგს გონიათ, რომ ეს მარტო მდიდრების საქმეა. არა. მათხოვარი გაცემდა მოწყალებას, ხალხო. ჩვენ ხო არა ვართ ეგრე, ჩვენ ხო უფრო მეტი გვაქვს. მოწყალების გაცემა გვიჭირს. აბა დაფიქრდით. აი ამ ცნებას რო ასრულებდა უფლისას, რამხელა წყალობა მისცა ღმერთმა, როგორი დიდი იყო ღმერთის წინაშე. ამიტომ ჩვენც ვართ რა ქრისტიანები, უნდა უსმენდეთ საღვთო წერილს და მე საღვთო წერილის მიხედვით ცხოვრებოდით. იქ ყველგან არის ხაზგასმით, რომ ვინც არის მოწყალე, იმას ღმერთი შეიწყალებს. ვინც ღვთისნებები ცხოვრობს, ის ადამიანებს გამოასწორებს. ამიტომ ეს სიტყვები სულ გვახსოვდეს, რომ ქრისტიანი უნდა იყოს წუთისოფლის ნათელი. ჩვენ ისე კი არ უნდა ცხოვრობდეთ, რომ ხალხს ვაბკოლებდეთ. სამწუხაროდ ხშირად ვაბკოლებთ. ხალხი ღმერთთან კი არ მოყვავს. ღმერთს ვაცილებთ, ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ. და იმიტომაა, რომ ზოგი ადამიანი ეკლესიაში არ დადის, რომ ხედავს, როგორ ცუდად ცხოვრობ ჩვენ ეკლესიური ადამიანები. ზოგიერთი მღვდელი და ზოგიერთი მორწმუნე. არა და პირიქით უნდა ვიყოთ. სიკეთეს უნდა ვიქმოდეთ და ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ქადაგება ქრისტეს მცნებების აღსრულების. შენ რო სწორედ ცხოვრობ, აი წინა ქადაგებაში ვისაუბრეთ, არ არის საჭირო რომ ილაპარაკო. შენ საქციელს რო ხედავს ადამიანი, უსწავლელი კაციც კი მიხვდება რა არის სწორი და მოგბაძავს. ამიტომ ესე გავაკეთოთ. მოწყალეები ვიყოთ. ვეცადოთ, რომ ყოველთვის სხვა ადამიანებს დავეხმაროთ, რომ ღმერთმა ჩვენ შეგვიწყალოს. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაყურთხოთ. ამინ.